გამშვიდობის პირველი არხი იწყებს პირდაპირ რეპორტაჟ დანიის ქალაქ ოლბორგიდან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. ამხანაგური, თუმცა პრინციპული, საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა საქართველოს ნაკრებისათვის. ოდნავ მოგვიანებით ალბათ უფრო დეტალურად შევჩერდებით მე და ლევან ჩხაიძე, რომლებიც გაუძღვებიან დღევანდელ რეპორტაჟს, თუ რატომ რისთვის, ახლა კი მოვისმინოთ ჰიმნები და შემდეგ მივყვეთ матчის მსვლელობას. DBU vil med landstræner Morten Olsen gerne benytte landskampen her på Aalborg Stadion til at takke en af dansk fodbold fremtrædende sportslige ledere for sin indsats for dansk fodbold i almindelighed og topfodbold. თუმცა რაღაც გარკვეული რიტუალია ადგილობრივ ენაზე აცხადებს დიქტორი მორტენ ოლსენი. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თქვენს ეკრანზე, ის გადასცემს მაისურს აი ადამიანს, რომელიც მის გვერდით არის სპეციალური матчის წინა ცერემონიალი. მორტენ ოლსენი ლეგენდარული ფეხბურთელი თავის დროზე და ძალიან კარგი მწვრთნელი დანიის ნაკრებისა, რომელიც ძალიან დიდი ხანია დანიის ნაკრებში უდგა სათავეში და სხვადასხვა ეს არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, როდესაც 13 წლის მანძილზე პრაქტიკულად ხელმძღვანელობს ერთი და იგივე მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებს. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ აქ კიდევ ერთხელ მეორე ადგილობრივი მცირე დაჯილდოება და საკმაოდ პატივისცემა იქ როგორც ჩანს ერთ-ერთ ადამიანს, ვის ფული სათქმელია. თუმცა ჩვენი მილიონი პრობლემა გვაქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ დასრულდა ის საფეხბურთო შეხვედრა, რომელიც ამის წინ ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ძალიან ბევრი ალბათ გულშემატკივარი რბილად რო ვთქვათ განაცხენებულია იმ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაშით და მე მინდა ჩვენ დღევანდელი რეპორტაჟი დავიწყო იმ კომენტარით, რომელიც თემურ ქეცფაიამ გააკეთა матчის წინ აქ დენის რომედალს 34 წლის ვეტერანს ულოცავენ, ის 125 შეხვედრას ატარებს თავისი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რაც საკმაოდ შტამბეჭდავი ციფრია. თემურ ქეცფაიას კომენტარზე ოდნავ მოგვიანებით, რომელიც матчის შემდგომ რამდენიმე დღის შემდეგ, 2 დღის შემდეგ გამოქვეყნა და ცოტა უჩვეულო კომენტარი არის ჩემი აზრით, რადგანაც ისეთი ძალიან გაწონასწორებული, დალაგებული, რაფინირებული, გაფილტრული კომენტარი ამაზე მოგვიანებით ჰიმნების შემდეგ.
ნახე ასე მოვისმინეთ ეროვნული ფილმები და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები კომენტარი, რომელიც მან გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდისთვის, ციტირებ, "უდასაწყვეტია რომ წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია. სამწუხაროა რომ ასეთი ანგარიში დავმარცხდით. პრინციპში თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ. ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება, მამას არავინ გაპატიებს. კარგი იქნებოდა ამ თამაშისათვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გქონოდა. ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის თამაში ყველას დაავიწყონ და დანიასთან სასურველ შედეგს მივახციოთ. ყველა მზადაა და ვეცდებით ჩვენ გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ. აი ესეთი რამ განაცხადა დანიის მატჩის წინ თემურ ქეცფაიამ, დანარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი ეს არ ვიცი რამდენად მისაღებია გულშემატკივრებისათვის აი ეს კომენტარი, თუმცა დრო ალბათ უკვე გადავიდეთ დღევანდელ შეხვედრაზე და გუნდების შემადგენლობები. საღამომშვიდობისა ძირფასო ტელემაყურებლებო, გაგაცნობთ მოკლედ გუნდების შემადგენლობას. დავიწყოთ საქართველოს ეროვნული ნაკრებით. ნომერი 1 გიორგი ლორია, ნომერი 2 ირაკლი ძარია, 3 ხუბუტია, 4 გურამ კაშია, 5 ფოფხაძე, 6 ხიზანიშვილი, 7 კანკავა გუნდის კაპიტანი, 8 მურთაზ დაუშვილი, 9 კობახიძე, 10 ჯანო ანანიძე, 11 ვლადიმერ დვალიშვილი. რაც შეეხება სათადარიგო და მოთამაშეებს, 12 ომარ მიგინეიშვილი, 14 დავით არგამაძე, 15 მამუკა კობახიძე, 16 დავით კვირკველია, 17 მერაბ გიგაური, 18 გულვერ თომაშვილი, 19 ნიკა გელაშვილი, 20 საბა კვირკველია, 21 თორნიკე გორგიაშვილი, 22 ცირბილაძე და 23 უჩა ლობჟანიძე. რაც შეეხება დანიის ეროვნულ ნაკრებს, ნომერი 1 სტეფან ანდერსენი, 6 ლარს იაკობსენი, 5 საიმონ პოულსენი, 4 ანდრიას ბიელანდი, 3 იორის ოკორე, 8 კრისტიანერიkseni, 2 ნიკი ზიმლინგი, 7 ნიკოლაი სტოკჰოლმი, 10 დენის რომედალი, 11 ანდრიას კორნელიუსი და 9 მარტინ ბრაიტვაიტი. ორდენ ოლსენია გუნდის მთავარი მწვრთნელი და მე უბრალოდ ორედე სიტყვი დანიის ნაკრების განლაგებაზე, ორივე გუნდის განლაგებაზე შევჩერდები. ჩვენი განლაგება ალბათ უფრო საინტერესოა. სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ ასე იქნება. ჩვენი ნაკრების განლაგება ჯერ ის ვთქვათ, რომ პირველი იმ შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მე ვისაუბრე, 3 ცვლილება არის. თუ მხოლოდ ფეხბურთელებზე ვიტყვით, ლობჟანიძე, კვირკველია, გელაშვილი არ არიან. ძირითად შემადგენლობაში და მადნასფლად ძარია, ფოფხაძე და დვალიშვილი არიან. თუ უშუალოდ ტაქტიკაზე გადავალთ, სავარაუდოდ კაშია დაიწევს მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ითამაშებს იქ, სადაც ხშირად ათამაშებს მას თემურ ქეცფაია, ცენტრში იქნებიან ხიზანიშვილი, ხუბუტია და მარცხნივ ფოფხაძე კვირკველიას ნაცვლად. ნახევარდაცვაში დაუშვილი კანკავა საყრდენების პოზიციაზე, მარჯვნივ სავარაუდოდ ოდნავ ძარია იქნება განლაგებული, თუმცა და მარცხნივ კობახიძე, ჯანუ ალბათ მოედნის ცენტრში და მის წინ ლადო დვალიშვილი, რომელიც წინა შეხვედრაში არ იყო. საერთოდ არც განაცხადში დასრულდა პოლონეთის ჩემპიონატი და დღეს მას მიეცა საშუალება რომ ითამაშოს. ძალიან ხშირად გვანახეს მარტინ ბრაიტვაიტი და მას დებიუტი აქვს, სწორედ ამის გამო 22 წლის ფეხბურთელს ხშირად გვანახებენ. ეს კი მორტენ ოლსენია, რაც შეეხება დანიელთა განლაგება, მარჯვენა მცველი გახლავთ გამოსვლილი გუნდის კაპიტანი ლარს იაკობსენი, მე-6 ნომრით, მარცხნივ მე-5 ნომერი საიმონ პოულსენი ითამაშებს, ხოლო დაცვის ცენტრში მე-3 ნომერი იორეს ოკორე გვაჩვენეს, ნორჩელანდის ფეხბურთელი, რომელიც კოდივუარელია წარმოშობით, მაგრამ დიდი ხანია უკვე დანიაში ცხოვრობს და მასთან ერთად მე-4 ნომერი ანდრიას ბიელანდი. ნახევარდაცვა ნიკი ზიმლინგი ნომერი 2 და მასთან ერთად ნომერი 7 ნიკოლაი სტოკჰოლმი 37 წლის ვეტერანი ცენტრში ითამაშებენ საყრდენების პოზიციაზე და 3 შემტევი ნახევარმცველი მარჯვნივ დენის რომედალი კიდევ ერთი ვეტერანი მე-10 ნომრით, მარცხნივ მე-9 ნომერი ეს გახლავთ მარტინ ბრაიტვაიტი და მათ შუაში დანიის ალბათ აუმავალი ვარსკვლავი გუნდის ყველაზე ესეთი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე ყურადღებას აქცევენ, ეს არის მე-8 ნომრით მოთამაშე კრისტიანერიkseni, აიაქსის ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელი და ერთი გამოკვეთილი ფორვარდი მე-11 ნომერი ანდრიას კორნელიუსი, კოპენჰაგენის ცენტრალური თავდამსხმელი. შეეხება წინასწარ ინფორმაციებს ძალიან ბევრი იყო საუბარი, აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს. შეიძლება ითქვას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდებს, თუ დანიის ნაკრებისაც ეს არის მოსამზადებელი მატჩი, რომელიც ეს მოსამზადებელი მატჩი არის 11 ივნისის მატჩისათვის დანია საკუთარ მოედანზე, ოღონდ არა აქ არამედ კოპენჰაგენში მას მისდობს სომხეთს, ხოლო ჩვენი ნაკრებისათვის, როგორც შეკრების წინ განაცხადა თბილისში პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოსამზადებელი ოფიციალური მატჩებისათვის პირველი საფეხბურთო ეპიზოდი, პირველი დარტყმა და გადარჩა საქართველოს ნაკრები. საფეხბურთო შეტევა, სწრაფი შეტევა გამოუვიდათ
ქართულ ფეხბურთელებს და საბოლოო ჯამში როგორც ხედავთ საიმონ პოლსენი უყავდა, მაგრამ ბურთი ას და ეს იყო შეცდომა დასწრებაზე ცდილობდა ხიზანიშვილი თამაში არ გამოუვიდა შემდეგ შეცდომა გაიმეორა ბურთი ვერ გააჩერა ხუბუტიამ და საბოლოო ჯამში აი ეს დარტყმა რომელიც ვიხილეთ და მცირე მანძილით ასდა ბურთი კას გეტყვით იმასაც ვიფასო ტელემაყურებლებო რომ ეს ჩვენი და დანიელების რიგით მესამე დაპირისპირება აქამდე ჩვენი ნაკრები ორჯერ შეხვედრია დანიელთა ეროვნულ გუნდს და ეს მოხდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ჩატარებული შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა ხოლო დანიაში კოპენჰაგენში სამწუხაროდ 6-1 წავაგეთ და ის შეხვედრა ითვლება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდ დამარცხებად თათომ სწორად აღნიშნა ის მომენტი რომ რა თქმა უნდა მიზანი ორივე გუნდს სხვადასხვა აქვს დანია ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას გადის ოფიციალურ შეხვედრამდე რომლებსაც სომხების წინააღმდეგ გამართავენ ხოლო ჩვენი ნაკრები აგვისტოში დაუპირისპირდება ყაზახეთის ეროვნულ გუნდს აქვე შემიძლია 2-20 სიტყვით გითხრათ დანიელთა მთავარ მწვრთნელზე მორტენ ოლსენზე რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს დანიელთა ნაკრებს და 4 დიდ ტურნირზე უკვე მოახერხა საკუთარი ქვეყნის გაყვანა სხვათა შორის მორტენ ოლსენი არის ერთადერთი ადამიანი საფეხბურთო სამყაროში, ასე ვთქვათ, რომელმაც შეძლო და როგორც ფეხბურთელმა და როგორც წვრთნელმა 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა თავის ეროვნულ ნაკრებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია სხვაობა გამოცდილებაში. ახლა თემურ ქეცბაია ასაკითაც უფრო პატარაა, რა თქმა უნდა, ვიდრე მისი ხუთოვანი, ასე ვთქვათ, მეტოქე, თუმცა ნახოთ დაველოდოთ ამ შეხვედრის მოვლენების განვითარებას ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ აი ხა საფრთხო მომენტი არის ნახოთ პოლსენმა ჩააგდო ბურთი საჯარიმოში თუმცა როგორც ჩანს დანიელებისგან დატოვა მოედნის ფარგლები გიორგი ლორია შეიყვანს ბურთთამაში ისწენ ერიქსენმა ვერ მიიღო ბურთი კარგად საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო შეხვედრა ძალიან საინტერესოა კორნელიუსმა ითამაშა ძალიან კარგად როგორც ხედავთ ორ ფეხბურთელს აუარა გვერდი მე მაინც მინდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე თქო ორივე სიტყვა გასაგებია ფორვარდების სრული დეფიციტი საქართველოს ნაკრებში და დღევანდელი შეხვედრისათვის სპეციალურად იქნება გამოძახებული დვალიშვილი სირვილაძე რომლებიც ჩამოსულნი არიან პირდაპირ დანიაში ჩავიდნენ და ამ შეხვედრისათვის ემზადებიან ერთადერთი ფორვარდი წინა მატჩი გელაშვილი იყო ხოლო და ეს ძალიან ცოტაა თემურ ქესპაიას გადასაწყვეტია რა თქმა უნდა ვის მიიწევს ვის ენდობა ნაკრების შემადგენლობაში მას გარკვეული მონახაზი აქვს მაგრამ ფაქტი ის რომ ამ პერიოდში ნაკრების მატჩების ამხანაგური მატჩების დაგეგმა რამდენად მიზანშეწონილია ცოტა რთული ასახსნელია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ოფიციალური შეხვედრა თუმცა აქვს შემოდგომაზე სექტემბერში და თუ ამხანაგური მატჩების იგეგმება ერთ-ერთი მიზანი ამხანაგური მატჩებისათვის არის ახალი ფეხბურთელების გამოცდა მაგრამ აქ ახალი ფეხბურთელი არავინ არ არის თუ ვინმეს ჰქონდა დებიუტი ეს იყო მიგინეიშვილი წინა შეხვედრაში ვისი შესაძლებლობებით წესი და რიგით კეთვაიამას და ყველამ ძალიან კარგად იცის ასე რომ აი ეს ამხანაგური მატჩები თანაც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან და ვერ ვიტყვი გრანდებთან მაგრამ მართლა ძლიერ გუნდებთან სტუმრად რამდენად წაადგება საქართველოს ნაკრებს რთული სათქმელია ყოველ შემთხვევაში ის რომ სტატისტიკაში შევიდა წინა შეხვედრა ყველაზე დიდი ანგარიში წაგებული თემურ ქეცვაიას ხელმძღვანელობის დროს ეს ფაქტია და უბრალოდ ძალიან ბევრი იქ პრესა გულშემატკივრები სპეციალისტები აცხადებდნენ რომ ძალიან ცუდი იყო ის თამაში და აბსოლუტურად არ ჩანდა არაფერი იმის რომ რის ხარჯზე შეიძლება ამ ნაკრებმა საომავლოდ მიაღწიონ წარმატებას. თუმცა ის წინა შეხვედრა იყო და დღეს ნუ დავიწყებთ ამითი, ცუდით ნუ დავიწყებთ და მივადევნოთ თვალყური შეხვედრას. იმედია გუნდი შედარებით უკეთ არის დღევანდელი შეხვედრისათვის მომზადებული და აღარ გაიმეორებენ იმ შეცდომებს, რაც იყო წინა შეხვედრაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დანიელებმა ძალიან სწრაფი ტემპის შესთავაზეს ჩვენს ნაკრებს და ჯერჯერობით ჩვენი გუნდი წყვება. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, მე-7 წუთია თქვენ თვითონაც ხედავთ თქვენს ეკრანზე და დანიელ ფეხბურთელები ცდილობენ მორიგი იერიში წარმართოს გამოიტანეს ბურთი მარცხენა ფრთაზე და ძალიან კარგად ვერა მაგრამ მაინც მიიღეს ბურთი დანიელ პოლსენი და მორიგი იერიში დანიელ ფეხბურთელებს საფიფათო ისევ მარცხენა ფრთა ჩაწოდება ხიზანიშვილს გამოვა ბურთი აქ ჯანო სუნა ეთამაშა მაგრამ მაინც კარგად ვერ ითამაშა ზიმლინგი და შეცდომა ზიმლინგისა დვალიშვილი სწრაფად მარჯვნივ კობახიძე შეიძლება ალბათ ამ შეტევის კარგად წარმართვა ჯერჯერობით კობახიძე შეჩერდა ცენტრისკენ შეიწია გადაცემა არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა ვნახოთ რას იზავენ ქართველი ფეხბურთელები ზარია შემოატრიალა ჩააწოდა მაგრამ საჯარიმოში უკვე სიღრმეში იყო დვალიშვილი და მანამდე ჩვენები თამაშობდნენ კარგად კანკავა დაუშვილი და ისევ ჩვენებმა შეინარჩუნეს ბურთი
წინა თამაში ძვირფასო ტელემაყურებლებო ამოდენიმე შეცდომა დაუშვეს ჩვენი დაცვის ბიჭებმა. გახსოვთ ალბათ მე-20 წუთზე გაძევებული გიორგი ლორია და ჩვენ და სამწუხაროდ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი იმ შეხვედრაში, სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარში არ დაურტყამთ ქართულ ფეხბურთელებს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში ყველაფერი სხვანაირად იქნება. გეტყვით აქვე იმასაც, რომ ჩვენ ერთი არ გითხოვს, ლევან უკაცრავად ლორია თამაშობს დღეს. ეს არ არის ამხანაგურ შეხვედრაში არ გადადის, შემდეგ მატჩი წითელი ბარათი და აქედან დისკვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრს გაუკვირდა კიდეც, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არის ფეხბურთი. დღეს ჩვეულებრივად იცავს გიორგი ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველიდან 90 წუთის ჩათვლით იქნება თავის ადგილზე. გეტყვით იმას, რომ დანიელებისთვის ეს რიგით მეოთხე შეხვედრა 2013 წელს, პირველი მატჩი 6 თებერვალს მათ დათმეს მაკედონიასთან აქტიურად გამანადგურებელი ანგარიშით, აქ მილადენო თვალყური ძვალიშვილი იყო შეტევის წინახაზე, თუმცა განმოხდეს ცველებმა იერიში. დანიელები იწყებენ თავის ახალ შეტევას 3 ნომრით, იორეს ოკორე გახლავთ. ტემპი ასე თუ ისე არ არის ძალიან მაღალი, თუმცა გარკვეულ უპირატესობას, რა თქმა უნდა, დანიელები ფლობენ. კარგი იქნება თუ სწრაფ გოლს საწყის 10-15 წუთში არ გაუშვებ და შევეცდებით, რომ ცოტა უფრო მწვავედ ვითამაშოთ, გავაკეთოთ კონცერტებზე ავაგოთ დღევანდელი შეხვედრა და შევქმნათ ხიფათი პირველ რიგში დანიელთა კარებთან. ეს პირველ რიგში უნდა გაკეთდეს იმის ხარჯზე, რომ ქართულ ფეხბურთელებმა კარში უნდა დაარტყან. გეტყვით იმასაც, საუბრობთ იმაზე, რომ დანიელებისთვის რიგით მეოთხე შეხვედრა მაკედონიასთან დამარცხდნენ, ჩეხებს 3-0 მოუგეს და ბულგარეთთან 1-1 ითამაშეს. ეს პამსეთ ქართველებთან თამაში ეს მათი მეოთხე დაპირისპირებაა და მორიგ შეხვედრაში უკვე სომხებთან შეეცდებიან 3 ქულის მოპოვებას. ბრაიტ ვაიტის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც 5 ჩატარებული მატჩიდან 6 ქულა გვაქვს, ხოლო თითო მოგება წაგება და 3 ფრე და აქედან გამომდინარე მათთვის სხვა შანსი აღარ არის ყველა მატჩში წარმატებით უნდა ეთამაშონ, აქ ჩაწოდება და გაატარებს, ხო? ფოფხაძე ასეც არის საჭირო ოდნავ ეს დააგდებენ ჩვენი ფეხბურთელები და ლორია შეიყვანს გუნდ თამაში. ის კი ერთადერთი ფორვარდი დღევანდელ შეხვედრაში ანდრეს კორნელიუსი, კოპენჰაგენის ფორვარდი. ძიმედ დაიწყო დანიელებისთვის აღნიშნული შესარჩევი ციკლი, 5 თამაშში მხოლოდ ერთი მოგება, მეოთხე ადგილი 6 გუნდიან ჯგუფში და საკმაოდ რთული მისიის შესრულება მოუწევს მორტენ ოლსენის გუნდს იმისთვის, რათა შეძლოს და ბრაზილიაში წასასვლელი საგზური მოიპოვონ. ხიზანიშვილმა გაგზავნა თავი. აი შეიძლება ბრძოლა ბურთისათვის არა, კობახიძემ ვერ გააჩერა ბურთი, კარგად თამაშობს აქ. ოკორე გამოიტანეს დანიელმა ფეხბურთელებმა, ისევ საკუთარ ნახევარზე და ანდრეს ბიელანდი გადააქვს თამაში მარჯვენა ფრთაზე, ლარს იაკობსენი, ცოტა ნაადრევი ალბათ მოტელვა ფეხბურთელის მხოლოდ 11 წუთია, თუმცა ეს დანიელთათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შეხვედრა, რომელიც არის მოსამზადებელი ოფიციალური მატჩისთვის. ჩვენ მე მგონი არ გითხოვს საჯი, ფელიქს ბრიხი გამოცდილი გერმანელი არბიტრის ჯის დღევანდელ შეხვედრას ოლბორგში და ამ საჯოზე საუბარი ცოტა ადრე ჯერჯერობით. მე მგონი ჯარიმაც არ ყოფილა პრაქტიკულად ჯერჯერობით, ახლა თქვიდა და არ გვეკიდეს თამაშის წესი პოლსენმა. სანდრო კობახიძის წინააღმდეგ დაერგო თამაშის წესები ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან და ქართული ფეხბურთელები შეიყვანენ გუნდ თამაში. ეს სტადიონი სხვადასხვა დათო საკმაოდ კარგად აქვს დაცდილი დანიის ეროვნულ ნაკრებს, 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქ პირველ ცვლილებას ამზადებს მორტენ ოლსენი. ეს არის ლასე შეონე. ეთყობა რომელიღაცა გამოგვეპარა და რომელიღაცა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. იმიტომ რომ 11 წუთზე ხნავდულად არ შედის მორტენ ოლსენის გეგმებში მიუხედავად იმისა, რომ სამხანაგური დაპირისპირება და რაც შეიძლება ბევრ ფეხბურთელს უნდა მისცეს შანსი, ის რომ შეხვედრის დებიუტშივე შეცვალოს ძირითადის ფეხბურთელი. 6 შეხვედრა ჩაატარა დანიის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიონზე და 6 მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა. მათ შორის ბოლო გახდათ 21 წლამდელთა დაპირისპირება ქართველების და დანიელების, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ 3-1 წავიდა. მაშასე მე-14 ნომრით ლასეშიონი ნიკი ზიმლინგის ნაცვლად. გარანერი გადაადგილება სავარაუდოდ არ იქნება, რადგანაც ორივე ნახევარმცველი ხა ზიმლინგი შედარებით უფრო ცნობილია ბოლო პერიოდში, მაინცის შემადგენლობაში თამაშობს ეს ფეხბურთელი, ხოლო შეონე რომელიც შემოვიდა აიაქსის ღირსებას იცავს. ნახოთ ახლა ერთხელ ალბათ ეს პირდაპირ ტრავმის გამო ხდება ყველაფერი. დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, ლასე შონე 27 წლის აიაქსის ფეხბურთელი, რომელსაც 15 სანაკრებო შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
კლავ დანიელები იყვნენ ახლა აქ მარჯვენა ფრთაზე დენის რომედალი ყველაზე გამოსტილი ფეხბურთელი რომელსაც გადასცეს კიდევაც სპეციალური პრიზი და ჯილდო თამაშის დაწყებამდე 125 თამაშს ატარებს იგი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ეს გამოტანა არის ხო საჭირო ფოფხაძე გახოთ ბურთი და აუც მოაწვის მარცხენა ფლანგით. ეს კი ერიქსენი დანიელთა ნახევარმცველი მესეგრანებს. ფოფხაძე რომელიც წინა შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა დავით კურკველიას ნაცვლად, ხოლო ამ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ ძირითად შემოგვიებაში დააყო. დაუშვილი გამოიტანეს ბურთი, მარჯვნივ გადაიტანეს თამაში, თუმცა დაასრულა აქ რაითვაიდმა კაშიას და ეს ეპიზოდი კაშიასა და მოერიდა ბრძოლა სამ სიტუაციაში. ვალიშვილი აგერ შეინარჩუნა რამდენიმე დანიელ ფეხბურთელს შორის იყო საბოლოოდ ბრძოლა ბურთისათვის მოერლის ცენტრში მოიგეს ეს ორთა ბრძოლა დანიელმა ფეხბურთელებმა და მარჯვენა ფრთიდან იაკობსენი გადადის შეტევაზე სხვა შორის დანიის ნაკრების შემადგენლობაში არიან ასაკოვანი ფეხბურთელები და ამას მინდა ხაზი გაუსვა რადგანაც ბევრი მიიჩნევს რომ ასაკოვანი ფეხბურთელები სამომავლოდ პერსპექტივაში აღარ განიხილებიან მაგრამ მეშვიდე ნომერი ნიკოლაი სტოკჰოლმი 37 წლის არის და თავის მერვე შეხვედრას ატარებს მხოლოდ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. პასპორტში ჩახედვას პრინციპში არანაირი აზრი არ უნდა ქონდეს არასდროს და ნორჩელანდის ფეხბურთელმა ბოლო სიბერეში ათაფშა. რაგაც ეს ადამიანი და დაიმსახურა კიდეც ნაკრებში თამაში. 23 წლის არის გუნდის კაპიტანი იაკობსენი, რომედალი 34 წლის არის და პერსპექტივაში არიან სხვა ფეხბურთელებიც დანიის ნაკრებისა, რომლებმაც შეიძლებოდა რომლებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ სხვა მიზეზების გამო არ არიან. უფრო კიდევ ასაკოვანი ფეხბურთელები, იგივე თუ ვინაკლია დანიის ნაკრებში პირველ რიგში ვთქვათ საიმონ კიაერი, შველი ტრავმის გამო არ არის დანიელ აგერი კიდევ ერთი მცველი ზოგადად გუნდის კაპიტანი ნიკლას გენტნერი დისკვალიფიცირებულია თვითონ დანიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ და იგივე მეკარეთა სკოლა პიტერ შმაიხელიდან დაწყებული თუ გავიხსენებთ მართლა ძალიან კარგი აქვს დანიელებს და ის სამი მეკარე რომელიც დღეს არის განაცხადში სამივე არის ძირითადად მეკარის გარდა ორივე არის განაცხადში ასევე დანიელებს ყავს ტომას სორენსენი რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად თამაშობდა და ეს ადამიანი დღესაც სტოკ სიტიში თამაშობს და მანჩესტერის მეკარეც არა ძირითადი მეკარე მაგრამ მაინც ნუ თქვათ ანდერს ლინდეგაარდი ასევე არის და სხვა დროს შეუძლია ალბათ მისი გამოყენებას მორტენელსა სამხრეთ მას პრობლემა არ აქვს მე-16 წუთი ანგარიში 0-0 რატო შენ ახსენე პეტერ შმეიხელი და დანიელებს თადარიგში სწორედ მისი შვილი კასპერ შმეიხელი ყავთ რომელიც აღარ არის უკვე ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარე იგი 26 წლის საკმაოდ გამოსტილი მოთამაშეა ლესტერ სიტიში თამაშობს ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ანეჭუმეპარება რომ ამ შეხვედრაში მიეცეს მას თავისი მესამე მეკარით ითვლება პირდაპირ თქვა ნამდვილად აქვე გეტყვით იმას ვირფასო ტელემაყურებლებო რომ იმ 23 კაციან სიაში ვინც მორტენელსენმა იახლა ამ ორი შეხვედრისთვის ყველაზე გამოსტილები დენის რომედალი საფათოი ეპიზოდი საჯარიმოში დარტყმა და ძალიან ცუდად დაარტყმა ეპიზოდში ანდრეას კორნელიუსმა მარჯვენა ფრთიდან განვითარდა ეს შეტევა და განმეორებით ახლა ზუსტად ნახავთ მე მგონი თამაშგარე იყო თუ ოდნა უფრო შენელებულ კაცს ნახავთ ამ ეპიზოდში შეიძლებოდა მე მგონი თამაშგარის დაფიქსირება მაინც ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს პოზიციურად აშკარად შეხვდნენ ცენტრალური მცველები, რადგანაც აი ახლა ხედავთ იაკობსენის გადაცემის შემდეგ ორივე ხიზანიშვილი ამოწეული იყო და ხუბუტიამ ძალიან უკან დაიწია პირიქით იმის მაგალითად რომ ამოსულიყო დაერიქსენის გადაცემა ვერ გამოიყენა კორნელიუსმა. დაცვაში თამაში გარკვეული პრობლემა არ არის ამისულაშვილი გასაგებია. სხვა მხრივ ახლა ვინც არიან მცველები ყველა თამაშობს ძალიან ბევრი ისმის კითხვა კაშიას პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა წოხნელის გადასაწყვეტია სადა თამაშებს და თუ ვინმე გვაკლია პირველ რიგში უნდა ითქვას ეს ამისულაშვილზე დიდი ხანია გრიგალავა ტრავმის გამო სამწუხაროდ არ თამაშობს და სხვა ფეხბურთელებს პრინციპში არც ენდობა თემურ ქეცბაია კვირკოლიას ნახოთ უბრალოდ დღეს მოედანზე ვიხილეთ გიორგი ფოფხაძე აზერბაიჯანული ბაქის ვინც ამოვიდა ამ გუნდთან თუ რჩება ჯერ არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდი ამან აზერბაიჯანში გაატარა და თავის მე-11 შეხვედრას ატარებს 27 წლის ფეხბურთელი მართლაც სახიფათო მომენტი შექმნა დანიელებმა სულ რაღაც ერთი წუთის წინ ჩვენს კართან ახლა თამაშგარე მდგომარეობა შემოხდა ანდრეას კორნელიუსი სწორედ ეს ფეხბურთელი გახდათ შეტევის წინა ხაზზე და ოდნავ ზუსტად რომ დაერტყა იქ ვერავინ ვერ იტყვის გიორგი ლორია
აქ იყო ნამდვილი თამაშგარი, საჭმელად ასე მიიჩნია. წინა შემთხვევაში ხე კარგად არ ჩანდა, დინამიური ეპიზოდი იყო საკმაოდ და არტყ ანდრიას კონო ჩვენ და საბედნიეროდ ააცილა ბურთი კარს. საუბრობთ იმაზე, რომ დანიელთაგან ყველაზე გამოსტილი დენის რომედალი, ლარს იაკობსენი, უილიამ კვისტი და საიმონ კიაერი არიან. საიმონ კიაერი ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ტოვებს აღნიშნულ შეხვედრას. ნახოთ აქ დანიელები ცდილობენ ხა მაგათ თამაშის ახლა ჩვენმა საყტენებმა მოიპოვეს ბურთი მარჯვენა ფრთიდან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს კობახიძე დაარტყა და აცილა. შეიძლება და სხვაგვარი გაგრძელებას, თუმცა ასე გადაწყვიტა სანდრო კობახიძემ. შორის რომელიც ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელია ბოლო პერიოდში ნაკრებში, რომელიც ძალიან აქტიურია ყოველთვის და ცდილობს ყოველ შემთხვევაში ამ თავის პოზიციის გამოყენებას სისწრაფისა და ტექნიკური არსენალის და რამდენიმე თამაში მართლაც გვახსოვს რომ თუ საუკეთესო არა ერთ-ერთი საუკეთესო მაინც იყო ის ნაკრების შემადგენლობაში უბრალოდ მასაც საკლუბო პრობლემა უნდა დაერქვას ალბათ ამასაც რადგანაც დნიპროს შემადგენლობაში არ თამაშობს ეს ფეხბურთელი და ძალიან ცუდია რომ ნაკრებში მას ხშირად არ უწევს თამაში არა და სანაკრებო დონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე ყოფნა კლუბში მოედანზე თუ გადავხედავთ დანიელთა შემადგენლობას განსხვავებით ირლანდიელებისგან, როდესაც ჩვენ წინარე აქ მივადევნოთ თვალყური ამიერი და შემდგომ დავასრულებთ ჩემს აზრს, კარგად ითამაშა ჯანუანაიძე ცდილობს ახლა ახალი იერიშის წამოწყებას. ჯარიმა მოედნის ცენტრში ქართული ფეხბურთელები შეასრულებენ ამ ჯარიმას. საუბრობთ იმაზე, რომ დანიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში არიან გადანაწილებული, განსხვავებით ირლანდიელებისგან. არის ევიანის, ლესტერ სიტის, იგივე კოპენჰაგენის, ვოლსბურგის ფეხბურთელები. შესაბამისად მათ ეძლევათ იმის შანსი, რომ რეგულარულად იყვნენ ძირითად განაცხადში, სათამაშო პრაქტიკა საკმაოდ მაღალი აქვს, ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ნაკრების კარგ თამაშზე აისახება. ანდერსენმა ალბათ უკვე მოაწერა ხელი ბეტისთან და გადავიდა პრინციპში ევიანი ახან ახსენე მეკარე, მაგრამ კი სათამაშო პრაქტიკა ერთი ისაა, რომ ნორჩალენდი გუნდი რომელიც გამოჩნდა დანიაში მისი ფეხბურთელები არიან რამდენიმე მოედანზეც, რამდენიმე ზოგადად შემადგენლობაში და ეს ყოველთვის უნდა არსებობდეს, თუნდაც დანიის ნაკრები იყო იგივე 80-იან წლებში ერთადერთი გუნდი პრაქტიკულად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროპული გუნდებიდან, რომლის თითქმის ყველა ფეხბურთელი ლეგიონერი იყო. ვინც ფინალურ ეტაპზე ხვდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიცვალა სიტუაცია. ეხლა იმ დანიის ნაკრებს ვერ შევადრით 80-იან წლების დანიურ დინამით ცნობილს, რაც დღევანდელ ნაკრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 80-90-იან წლების შემადგენლობები ერთადერთი გუნდი იყო ხშირ შემთხვევაში, როდესაც ყველა ლეგიონერი თამაშობდა, მაგრამ დღეს დანიური საკლუბო დონის იგივე კოპენჰაგენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა, ნორჩალენდმა ითამაშა, ეხლა წარმატებები ნორჩალენდისა ყველამ ძალიან კარგად იცის, თუმცა იგივე კოპენჰაგენმა წინა სეზონში არ დატოვა ცუდის დაბეჭდება. ასე რომ აი საბაზო გუნდის არსებობა მეტწილად განაპირობებს კიდე წარმატებას შემდგომ უკვე. რაც სამწუხაროდ საქართველოში არ არის. აქ სახიფათო ეპიზოდი არ გამოუვიდა დარტყმა დანიელ ფეხბურთელებს, თუმცა მათი ერიში გრძელდება მარცხენა ფრთიდან კარგად თამაშობენ ხელები, დაწოდების საშუალება არ ეძლევა ყაშია თამაშობს კარგად. ჩვენ ფეხბურთელებს აქვს ეს რაზეც საუბრობდი ლევან, სათამაშო პრაქტიკა, რადგანაც ძალიან ბევრი ფეხბურთელს იგივე შემადგენლობიდან გამომდინარე აქვს ეს სათამაშო პრაქტიკა. ვერ ვიტყვით რომ ჯანუანანიძე მუდმივად თამაშობდა, ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე, აი ეს ფეხბურთელები აქ სახიფათო ეპიზოდი კარგად თამაშობს ლორია. განმუხტა საქართველოს არ ეძლევათ მათ თამაშის საშუალება და რაც ძალიან ცუდია ჩვენი ნაკრების ლიდერებს. რა თქმა უნდა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კი სამწუხაროდ ასე თუ ისე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ფეხბურთელი რეგულარულად იქნის ნაკრებში გამოძახებული და აი აქ ნახოთ ახლა აქ შეეძლო ლადო დვალიშვილი ცოტა უფრო აგრესიულად თამაში, თუმცა დანიელთა მცველმა კარგად ითამაშა, დაუგურა ბურთი მეკარეს და მანაც ძლიერი დარტყმით შეიყვანა ბურთი მოედნის ცენტრში. აქ ბურთისთვის ბრძოლაა. ჯანუ ანანიძე ჩვენს ნახევარზე ახლა დაუბრუნებს ბურთს ლორიას და ქართველთა მეკარე დაიწყებს ახალ შეტევას. აკაკი ხუბუტია, კლავლორია და გრძელი დარტყმით შეიყვანა ბურთი წინ. აქ თამაშგარი მდგომარეობას ანიშნებს გვერდითი არბიტრი. გეტყვით იმას, რომ მორტენ ოლსენი დანიის ნაკრებს სათავეში უდგას 2000 წლიდან და თუ მისაუბრა ამ ძალიან გამოსწორ სპეციალისტზე,
მრავალი წარმატება არის მის სახელთან დაკავშირებული და უპირველეს ყოვლისა შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მორტენ ოლსენმა ჩამოაყალიბა დანიის ნაკრებში 4-3-3 და 4-2-3 ერთი ტაქტიკური მონახაზი, მან უკუაგდო 4-4-2 და უფრო შეტევით ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც ამ სპეციალისტს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ვერ ვიტყვით იმას, რომ ცოტას მიაღწია ეროვნულ ნაკრებში. აი სწორედ ამ ადამიანს გვაჩვენებენ ახლა თქვენს ეკრანებზე, რომელმაც როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე საკმაოდ ბევრ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მას ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, ერთის ხოლმე 2006-ში და 2008-ში ვერ მოხდა დიდ ტურნირებს თუ ვიგულისხმეთ ბოლო პერიოდიდან მხოლოდ ამ ორ ტურნირზე ვერ მოხდა დანიის ნაკრები, მანამდე ბოლო 4 მსოფლიო ჩემპიონატიდან სწორედ 2006-ში ვერ მოხდა და 84-დან პრაქტიკულად ყველა ევროპაზე თამაშობს ერთის გარდა, რაც ვთქვი და აი იმ პერიოდში იყო თაობათა ცვლის პროცესი და ძალიან მტკივნეულად გადაიტანა დანიის ნაკრებმა. კი ყავდა ვარსკვლავები, იგივე ტომასონის სახით თუ რომედალი თუ იორგენსენის სახით, მაგრამ ეს არ იყვნენ ლაუდრუპები იგივე რომ გავიხსენო და არ იყვნენ სხვა ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც ამ გუნდში თამაშობდნენ. ამიტომ მას ენდნენ, მას ბოლომდე მისცეს სრული კარდბლანში შეიძლება ითქვას და თავიდან ბოლომდე ენდობიან მას. კი კრიტიკა რა თქმა უნდა მისი მისამართი და არაერთი იყო იმ პერიოდში განსაკუთრებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სწორი მუშაობით ამ სპეციალისტმა მიაღწია იმას, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატის დანიის ნაკრებმა ითამაშა და ხა ხელწამოსაკრავი ეს გუნდი არსადა და არასდროს არ არის, ასე რომ შეიძლება ითქვას წარმატებული ვიწოდოთ ამ სპეციალისტის მოღვაწეობა. 63 წლის არის ოლსენი, აქ შეიძლება ჩაწოდება უხურია მარჯვენიდან დანიელმა ფეხბურთელებმა უნდა მოაწოდონ ბურთი და ის რომედალი კიდევ ერთი გამოსული ფეხბურთელი ეს გიორგი ფოფხაძეა ესე კაც. რაღაცით უკმაყოფილებული იყო ხა საქართველოს ნაკრების მარცხენა მეორე კუთხურია ჩვენს კართან ჯერჯერობით ჩვენ არ მოგიწოდებია კუთხური ესთან ერიქსენი. ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ძალიან გამოსული შეიძლება უწოდოთ ამ ფეხბურთს 21 წლის ასაკში 34 თამაში როდის მოასწრო ნაკრებში თული საქმელია, მაგრამ ფაქტად რჩება ისევ კიდევ ერთი დაბრუნება ბურთის ლორია კი და აქტუალმა დაწია თავი ძალიან კარგად გამოსდა და აინახა ლორიას მოძრაობა და ლორია მაიღო კიდევ ბურთი. გარდა იმისა, რომ კრისტიან ერიქსენი რეგულარულად ხდება ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა აიაქსში, განვლილ სეზონს გულისხმობ, მუდმივად იყო ძირითადის მოთამაშე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა თავის კლუბში და 1-2-რად შეუწყო ხელი ერედივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოგებაში, ასე რომ ვთქვათ. გარდა ამისა, გეტყვით იმას, რომ საუბრობდით მორტენ ოლსენზე 2006 წელს დანიის ნაკრები ზუსტად ჩვენთან ერთად იყო ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ იქ უკრაინისა და თურქეთის ნაკრებებმა შეძლეს და გაუსწრეს დანიის ნაკრებს და ის მუნდიალი გამოტოვა. დანიის ნაკრებთან შეხვედრებში ერთადერთი მახსოვს ასათიანის ბრწყინვალე გოლი ნამდვილად. თბილისში გატანილი გოლი, ხა ისევ ერთი როგორი გასახსენებელია თული საქმეა, თუმცა ყველაზე კარგად ალბათ ახსოვს ხიზანიშვილს, რომელმაც ორივე თამაში ითამაშა იმ შემადგენლობიდან და კარგი მოგონება კიდევ ერთხელ მეორე ფექსტერ წაგებული შეხედულიდან. არავის არა აქ და არც არის. არც ის თამაში არ შეიძლება იყოს გამონაკლისი. თემურ კეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საინტერესოა მისი მოსაზრება მატჩების შემდგომ, ამ ორი შეხვედრის შემდგომ, ჯერ პირველი ტაიმი და ჯერ ძალიან ადრეა რაიმე დასკვნის კეთება, თუმცა ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ხო სპორტულ თოქ-შოუ არენაში ყოფილიყო თემურ კეცბაია, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მეორე მატჩის წინა ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მეშვეობით, ჩვენ შეგვატყობინეს, რომ კეცბაია არ ჩამოდის თბილისში და პირდაპირ კიპროსში მიემგზავრება, აქედან გამომდინარე მისი კომენტარის მოსმენა ჩვენ არ მოგვიწევს, თუმცა იმდენი რამ ხდება ქართულ ფეხბურთში, დღევანდელი ინფორმაცია ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის, იმის შესახებ, რომ 8 კლუბი აცხადებს უარს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე და სწორედ ამაზეც იქნება საუბარი ნაკრებთან ერთად ბუნებრივია ეს ხვალინდელ გადაცემაში და მინდა დავაანონსო რომ ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს ფედერაციის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აუცილებლად და ასევე რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირები ბუნებრივია იქნებიან ჩვენი სტუმრები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეთერი უნდა გამოვიდეს ასე რომ ყველას ისაც გული შეტკივა პირდაპირ გაგებით ვიძახი ქართულ ფეხბურთზე ალბათ უნდა მიადევნოს ხვალინდელ გადაცემას აქ კი 27 წუთი მიმდინარეობს ჯერჯერობით ჯარიმა იყო კი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს დანიის ნაკრებს ბუნებრივია ფლობენ ბურთს ცდილობენ უფრო მეტად შეტევაში თამაშს იცი რა საჯმა მე მგონი ცოტა გადააჭარბა დვალიშვილი არ დახრილა უბრალოდ პოზიციურად ითამაშა და აქ ჯარიმა არ იყო
სულად ითამაშა მსველმა, რომელიც ოკორემ, რომელიც უბრალოდ ძალიან მაღლა ახტა და ვერ მოზომა რა უნდა გაეკეთებინ, ასე რომ ამ შემთხვევაში ხანდახან ისეთი გამოცდილი შეცდომა საჭებიც როგორც ფელიქს ბრიხიარი ცდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საწინააღმდეგო შეცდა. დანიელები კვლავ მოვიდნენ ცენტრში, იწყებენ მორიგ შეტევას. ნამდვილად შეგვიძლია თქვათ ის, რომ ირლანდიასთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ცოტა უფრო დამშვიდებულები არიან ჩვენი ფეხბურთელები და კონცენტრირებული თვითონ თამაშზე. იქ რა თქმა უნდა გიორგი ლორიას გაძევებამ თავისი ქნა და 10 კაცი დარჩენილი საქართველოს ნაკრები მატჩის დებიუტში სულ რაღაც მე-20 წუთი მიმდინარეობდა თავისი დაღი დაასვა იმ შეხვედრას. ამ შეხვედრაში კი ხედავთ რომ რაღაცა კომბინირებენ, ცდილობენ კონტრშეტევების წარმართვას. მართალია დანიის ნაკრები ფლობს ასე თუ ისე უპირატესობას, თუმცა ვერ ვიტყვით იმას რომ 10 კაცით დაცვაში ვართ ჩამჯდარი. ხო, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ეს შედახილები ძალიან კარგად ისმის. ყოველთვის სულ მაინტერესებს ხოლმე როდესაც რეპორტაჟი არ მიყვარს, რამდენად ესმის გულშემატკივარს ეს შედახილები, რაც ჩვენ გვესმის თავარი ცნელის და ძალიან დიდი ხანია თემურ ქესვაიყვირის რომ აიწიეთ და ეს ბუნებრივია ეს შედახილი არის ნახევარმცველების მისამართით, რომლებიც ოდნავ უმეტად თხოვს, ოდნავ ზევით ითამაშონ და უფრო ზევით შეხვდნენ და არა საჯარიმოს მისადგომებთან დანიელ ფეხბურთელებს. აქ მარჯვენა ფრთიდან შეიძლება კარგი შეტევა განავითარონ დანიელებმა. გარუნემიც და დარტყმის კორნელიუსმა არც ეგ ფეხი დაუწყდა ხიზანიშვილს, მაგრამ კორნელიუსმა ვერ ისარგებლა. ამით ოდნავ მოდულია თითქოს არ ელოდა ამის გაკეთებას. შემდეგ უკვე ჩაწოდება ბრაით ვაიტის მარჯვნივ ფრთაზე გადაიტანეს თამაში და თქმა დატოვა მოედნის ფარგლები. აუტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მიეწვიან აუტინგებს. წინა მატჩისგან განსხვავებით და ალბათ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სივრცეები ირლანდიელებს ფაქტიურად ყველა ზონა მოედანზე გადაკეტილი ჰქონდათ და ისედაც 10 კაციანი შემადგენლობით დარჩენა საქართველოს ნაკრებს არანაირი შანსი არ ჰქონდა, რომ მეტოქის მოედანზე გადაეტანა ბურთი. ამ შემთხვევაში სივრცეები იხსნება, ეხლა ნახეთ, რომ კარგად გამოიყურება კობახიძე თავის ფლანგზე, ცდილობს ჯანო ანანიძეც შეტევების ორგანიზებას და ნახოთ, იმედია რაღაც გამოვა, იმედია შევძლებთ სახიფათო იერიშების მიტანას. აი ხო კიდევ გაიგონეთ ალბათ შეძახილი. ირლანდიასთან თამაში სხვადასხვა იყო ერთი ესეთი შეძახილიც, იქ ვერ დავაფიქსირეთ უბრალოდ რომელმა ფეხბურთელმა თქვა, ვის მივცე გადაცემა. მართლაც ესე იყო და აბსოლუტურად რეალურად ასახავდა იმ მატჩის სურათს, რაც მიმდინარეობდა დუბლინში. აქ კი განსხვავებით წინა შეხვედრისა, ოდნავ სხვა სიტუაციაა. აი ნახოთ ეხლა კვლავ კომბინირებენ ქართული ფეხბურთელები. კარგია ბურთის ფლობა, რაც უფრო დიდხანს დავიჭერთ ბურთს, მით უფრო კარგია ჩვენთვის. აქ კაშია და ხუბუტია თამაშობენ ერთმანეთში ბურთს. გადაიტანეს აქ ხიზანიშვილის მისამართით ცენტრში. ნახოთ რა გაგრძელებას მოძებნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მცველი ჩვენი ნაკრების, მიიწევს თვითონ წინ. კარგი გადაცემა გააკეთა აქ დვალიშვილის წინააღმდეგ, ორსულიანი კომბინაცია გაითამაშეს. აქ არა მარჯვნივ კარგად იხსნებოდა კობახიძე და შეიძლებოდა მისი მისამართით გადაცემის გაკეთება. აქ რა ხდება? დააჯარიმდა ირაკლი ძარია. თბილისის დინამოს შემტევი ნახევარმცველი დააჯარიმა ფელ ათო თამაშგარე მდგომარეობა. ნახავთ განმეორებით ამ ეპიზოდს. თამაშგარე მდგომარეობა. დიახ, აქ იყო ძალი ფეხით წინ იყო მართლაც ირაკლი ძარია, თუმცა სანდრო კობახიძეზე რო გაეკეთებინა გადაცემა, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა. ოფსაიდების მხრივ 2-1-ია. ორჯერ მოხდნენ ჩვენი ფეხბურთელები და ეს უკვე იმაზე მიანიშნებს და მიუთითებს, რომ ცდილობენ ჩვენი ფეხბურთელები შეტევების ორგანიზებას და უფრო მეტ დროს ატარებენ დანიელთა საჯარიმოს მისადგომებთან. აქ პოულსენია კვლავ მოედნის ცენტრში. ნელ-ნელა იმატებს პროცენტული მაჩვენებელი ბურთის ფლობის დანიელთა სასარგებლოდ და ეს ერთი შეხედვითაც გასაგებია, სულ უფრო და უფრო იზრდება ეს მაჩვენებელი. ალბათ ვეროდით კიდეც ამას ახლა არავის არ უყურს, გავსირამ სამწუხაროდ. ჩაწოდება მარჯვენა ფრთიდან გამოიგონეს. დანიელთა წინა ხაზი არც თუ ისე ტანმაღალია და იგივე კაშიას, იგივე ხუბუტიას აქვს გარკვეული სახის უპირატესობა მათთან შედარებით. ეს მურთას დაუშვეს და დენის რომედოს გვაჩვენებდნენ ეხა ეკრანებზე. აქვს გარკვეული უპირატესობა ჩვენს უკანა ხაზს ვიქტორ ანდრეას კორნელიუსი უკაცრავად. ერთადერთი ტანმორჩილი ფეხბურთელი არის დანიელთა რიგებში, ხოლო სხვა დანარჩენი ასე თუ ისე არ განეკუთვნებიან მაღალი ფეხბურთელების კატეგორიას. აქ გლორიამ შეიყვანა ბურთი წინ, თუმცა ვერ შეძლო სანდრო კობახიძემ დაუფლებოდა ამ ბურთს. კлау პოულსენი
და მორიგი იერიში დანიელთა შესრულებით. 32 წუთი, დანია საქართველო 0-0. გაგვაჯარიმა ფელიქს ბრიხმა. აითამაშეს დანიელებმა, შეტავის მარჯვენა ფრთა. ძალიან ნელი ტემპია. რამოდენი შეხვედრის ჰქონდათ რამოდენიმე შანსი დანიის ეროვნულ ნაკრებს, თუმცა ვერ უთქვით რომ აქედან არა, რეალური რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. დანიელი ფეხბურთელები ისე შეტევაზე მოედის ცენტრში თამაშობენ, შეხვედრაზე უკვე შეხვედრაზე შემოსული ფეხბურთელი შორნე იყო. შეიძლება გამოიტანებოდი და ასეც არის წინძლიერი დარტყმა. ძალიან რთულია ასეთი ტაქტიკით თამაში, ყოველთვის ერთი ფორვარდი არის და მას უწევს ბრძოლა ჯარიმა. მას უწევს ბრძოლა რამდენიმე მცველთან ერთად. ეხლა აქ ვინც არ უნდა იყოს, დვალიშვილი იყოს თუ ნებისმიერი ქართველი ფორვარდი თუ არა ქართველი, ძალიან რთულია. უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ ქართველი ფორვარდებზე ძალიან ბევრს საუბრობენ, ძალიან ბევრს აკრიტიკებენ და ამის საფუძველიც არის სადღაც დღეს ვინც ყავს თემურ ქეცბაიას, იგივე ლადო დვალიშვილი, მისი 25 თამაშია ეს ნაკრებში და წინა ზედიზე 17 თამაში მას გოლი არ აქვს გატანილი. ფორვარდის მთავარი მაჩვენებელი უნებრივია არის გოლის გატანა. 17 თამაში როცა ფეხბურთელი გოლს ვერ გაიტანს, ეს ძალიან ცუდია. ზოგადად არსებული ნაკრებიდან, ვისაც იძახებს ხოლმე თემურ ქეცბაია, 4-4 გოლი აქვს ყველაზე მეტი გატანილი ფეხბურთელებს და ეს ფეხბურთელები არის დვალიშვილი და კანკავა საფრენი ნახევარმცველი და დვალიშვილმა საწყის თამაშებში როდესაც ნაკრებში ჯერ კიდევ მას კუპერი იწევდა, მაშინ გაიტანა ეს 4 გოლი, 7 თამაში 4 გოლი, თუმცა იმ 4 გოლიდან არც ერთი არ იყო გამარჯვების მომენტი, რაც ძალიან სამწუხაროა ალბათ. უბრალოდ სულთა ადამიანური თვალსაზრისით ძალიან ხშირად მithქვამს და ვიტყვი რომ დვალიშვილმა უნდა გატეხოს ეს ნავსი და გაიტანოს გოლი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ იგივე პოლონეთის ჩემპიონატში სადაც თამაშობს, სულად არ გამოიყურება ეს ფეხბურთელი და აქვს მას ნიჭი, მაგრამ არც რაღაცა ალბათ აი ამ ტაქტიკაში ძალიან უჭირს მას მოქმედება და თამაში და უბრალოდ კიდევ ერთხელ იმეორებ ძალიან კარგი იქნება თუ ნავს გატეხავს და გაიტანს დვალიშვილი გოლს აქ ჩაწოდება. აქ შეიძლება დარტყმა ვერ დაარტყა ხიზანიშვილი, დარტყმა და მეკარე თამაშობს წინვალეთ. კაშია მართლაც ახიფათო ეპიზოდი. ყველაზე რეალური მომენტი დღევანდელ შეხვედრაში ხიზანიშვილის დარტყმა და ძალიან კარგად ითამაშა აქ მეკარემ. აი განმეორებით ნახავთ ეხლა ჩვენ ამ დარტყმას. ჩვენიერი ბურთი მოიგერია. კაშიამ კარში დაარტყა, ჯობდა ჩაწოდება ალბათ. ჯობდა, თუმცა ეხლა იქ რაღაც მომენტში მოულოდნელობის ფაქტორიც არის. მეკარე წაქცეული იყო და პირდაპირ კარის მართულებით დარტყმა, შეიძლება ამასაც აქვს აზრი ჰქონდა. მაგრამ აი ესე პირველი საფეხბურთო მომენტი 35 წუთზე ყველაზე რეალური დღევანდელ შეხვედრაში შექმნეს ქართველმა ფეხბურთელებმა და თუ ფორვარდებზე დავასრულებ საუბარს, გელაშვილს 15 მატჩი აქვს ნაკრებში მოთამაშები და ასევე არც ერთი გოლი არ აქვს, მამას არც ერთი გოლი არ აქვს ნაკრებში გატანილი. ძალიან ცუდი ამ ბიჭებისათვის, უნდა გაიტანონ და რაღაცა ალბათ შეიძლება ამანაც შეცვალოს ძალიან ბევრი რამ. თუმცა რაღაცა გამართლებაც იმდენად არის კარგი, ჭედლიძეს 2 გოლი აქვს გატანილი ნაკრებში ზოგადად 20 თამაშიდან და კარგი ფორვარდის დეფიციტი არის ქართულ ფეხბურთში. ჩვენ უფრო გადავიტანოთ ის თავათაც სულა თუ რაზეც ქონდა საუბარი დანიელებთან მიმართებაში. ვერ თამაშობენ, არ თამაშობენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტობრივად ჯანუარი შეტევის წინახაზე გადაიტანა სანდრო კობახიძეზე ბურთი, აქ ნახოთ კიდევ ერთი დარტყმა და აქ მეკარია. სუსტი დარტყმა იყო ეს. ამ შეხვედრაში მეორე ნომრად თამაში გასაგებია რომ ასეც იქნება, იმიტომ რომ დანიის ნაკრები რა თქმა უნდა ფავორიტია ჩვენთან შეხვედრაში, თუმცა შეიძლება კარგადაც წაგვადგეს და გამოიყენონ ქეცბაიას შეგირდებმა ეს, იმიტომ რომ დანიის ნაკრები ხა თითქმის დარწმუნებული იმაში, რომ ძალიან იულად შეძლებს ჩვენს დამარცხებას. გავიხსენოთ იგივე ირლანდიასთან დაპირისპირება, როდესაც ტრაპატონიმ პირდაპირ თქვა, რომ ფარელებთან გასამართი შეხვედრის წინ პერიფერიულ ფეხბურთელებს უხმოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან. შეიძლება ანალოგიური განწყობა არ არის ეხლა დანიელთა ბანაკში, თუმცა ისინი ალბათ დარწმუნებულები არიან იმაში, რომ შეძლებს. კი რაღა უნდა იყოს სოფლთან თამაშში ჩვენთან ემზადებიან. ჩვენთან ემზადებიან. ნამდვილად ეგრეა, მაგრამ აი ვამბობ იმას, რომ შეიძლება პირიქით ჩვენს დისკუსზე დაასხას წყალი, გამოიპარო დანიელებს რამოდენიმე ესეთი წვავე იერიში ჩვენი ფეხბურთელების, ან თუნდაც სტანდარტული შემადგენლობიდან შევძლოთ
რაღაცა ნავსი გავტეხოთ და ივნისის ჩვენ როგორც წინან ეპოქაში ვახსენეთ ძალიან უიღბლო არის ჩვენთვის ქართული ფეხბურთელებისთვის საქართველოს ნაკრებისთვის რაღაც შევცვალოთ და ნუ თუ მოგებაზე არ წავიდა საქმე ფრეს მაინც გამოკრათ ხოლმე ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიურად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ წინა შეხვედრაში თავი რომ დავანებოთ იმას რომ უბრალოდ გამანადგურებელი ანგარიში დამარცხდა ქეცბაიას ნაკრები იქ გამოჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა პირველ რიგში რაც საქართველოს ნაკრებს აქვს აქ ნახოთ ახლა დენის რომედალი არის შეკავის წინახაზე ხუბუტია ეთამაშებოდა კარგად თუმცა განმოხდეს ქართული ფეხბურთელება დაუგორეს გიორგი ლორიას ბურთი ეს კი დენის რომედალი წინა შეკავის თავარი გმირი იყო თქვენს ეკრანებზე აქ ხელს იტკიებს თუმცა არ ამგონია სერიოზული იყოს რამე ლორია გძელი ძლიერი დარტყმით შეიყვანა ბურთი წინ სანდრო კობახიძე ძალიან აქტიურია მარჯვენა ფრთაზე ამწვავებს შეტევებს ხშირად და ბრაიტ ვაიტს და პოულსენს საკმაოდ ხშირად ექმნის პრობლემებს ეს კი წინა ეპიზოდი კიდევ ერთხელ აქ არ იყო ჯარიმა ნამდვილად კორპუსებით შეეჯახნენ ერთმანეთს თუმცა განზრახ თამაშის წესების დარღვევას არ ქონია ადგილი ხუბუტიას მხრიდან აქ კი დავჯარიმდით მოედნის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყავ ხუბუტია წინა ეპიზოდის მონაწილე დაარღვია თამაშის წესები და დანიელებმა შეიყვანეს წნარად და მშვიდად ბურთი ჯარიმა გურამ კაშია ბურთთან ძელი დარტყმით მოიგერია ბურთი აქ საჭიროა რომ ქართულმა ფეხბურთელებმა არა მხოლოდ გამოიტანონ ბურთი საჯარიმოდან არამედ რაღაცა ცოტა გააზრებულ კომბინირებულ ფეხბურთს მოუხმონ და შეძლონ ის რომ თუნდაც მოედნის ცენტრამდე მიიტანონ რაღაცა თუნდაც გადაცემები თუნდაც პასები ბურთი იმიტომ რომ ესე გძელი გადაცემები წინ უბრალოდ ბურთის მოგერიება და წინ ჯანოვანანიძისა და სანდრო კობახიძის იმედზე ყოფნა მხოლოდ შედეგს არ გამოიტანს არც დანიასთან შეხვედრაში არც ფარერებთან და არც ეროვნულ ნაკრებთან ცოტა კომბინირებულ ფეხბურთს უნდა მივსდიოთ ასე ვთქვათ აქ ლადო დვალიშვილი ნახოთ რაც იზამს არა აქ დაარღვია თამაშის წესები და ნამდვილად იყო კიდევაც თამაშის წესების დარღვევა გეტყვით აქვე იმას ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ დანიის ნაკრებს როგორც დათომ ახსენა შემდეგი შეხვედრა აქვს სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შემდგომ არის 14 აგვისტოს პოლონეთთან ამხანაგური და შემდგომ ზედიზედ უწევს ისევ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები მალტასთან, კვლავ სომხეთთან როგორც ამჯერად გასვლაზე, სახლში იტალიასთან და სახლში მალტასთან. თუ მდგომარეობაში არიან დანიელები და ნამდვილად გაუჭირდებათ ყველანაირად ის რომ შეძლონ იტალიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად გასვლა თავიანთი ჯგუფიდან. განსხვავებით საქართველოს ნაკრებისგან, რომლებმაც კარგად კი დავიწყეთ შესარჩევი ეტაპი, თუმცა შემდგომ მოყვა ამას გარკვეული ჩავარდნა, როგორც ჩვენ და სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე და ეხლა ვართ ბოლოდან მესამე ადგილზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფინეთისა და ბელორუსის დაპირისპირება, რომელიც გაიმართება 7 ივნისს და იმ შეხვედრის ანგარიშზე დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი სატურნირო მდგომარეობა. 7-11-ში მე აქვე დავამატებ, რომ ბელორუსი, ფინეთი, ბელორუსი ერთმანეთში თამაშობენ და ორივე შეხვედრას იხილავს ჩვენი მაყურებელი მეორე არხის საშუალებით და ვფიქრობ არ იქნება უინტერესო ნამდვილად ამ თამაშების ხილვა და ნახოთ მეტოქეების შესახებ რომელიც ერთი მოვიარეთ უკვე თავიდან ბელორუსის გუნდს ორი ფინეთთან ერთი თამაში სახში სათამაშო როგორი დასანანი ქულები დავკარგეთ ჰელსინკში ერთ-ერთი ვიგებით იმ შეხვედრას თუმცა შემდგომ ეს დასაწყისი ყოველთვის არის ხა ყოველთვის არის მოსაზრება რაღაცა განსაოცარი ჩვევა გვაქვს საოცარი ოპტიმისტები ხდებით ხოლმე ყველა შესარჩევი ციკლის დასაწყისში და ერთი შეხვედრა გვიბრუნებს ამ ოპტიმიზმს სულ ვცდილობთ რაღაცა მოუძებნოთ რომ ჩვენი კუთხით შევხედოთ ყველაფერს რომ ესე იქნება ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერს შეძლებს ჩვენი ნაკრები მაგრამ სამწუხაროდ უკვე რამდენი ხანია და გაივლი 3-4 თამაში და ყველაფერი იცლება დაუშვილმა მიიღო ბურთი მაინც და დააბრუნა თამაში კობახიძე კარგად იბრძოლა დაუშვილმა ბოლომდე გააკეთა ყველაფერი კაშია და ისე უკან აიტანეს ქართული ფეხბურთელის ბურთი ხუბუტია იზანიშვილი კანკავა
ზარია იხსნებოდა სიღრმიდან, მაგრამ არ გავიდა ბურთი მასზე და ისევ დანიელი ფეხბურთელები 42 წუთით ეროვნული შეხვედრის პირველი ტაიმის შესახებ უნდა ითქვას, რომ კი აქვს უპირატესობა დანიის ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის უპირატესობა, რაც იგივე სხვა შეხვედრებში მინახავს და ყველაზე რეალური საფრთხე მომენტსაც თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით ნამდვილად იყო ხიზანიშვილის დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია. და შემდეგ დამატებაზე ვეღარ ითამაშა კარგად გურამ კაშკია, თუმცა კარგად ვერ ითამაშა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მიული ბურთი იყო და მან ვერ მოახერხა. ბურთის ზუსტად არის მეთილებით გაგზავნა მარჯვენა ფრთიდან ისე ქართველი ფეხბურთელების იერიში კაშკია მიიწევს და მარჯვნივ იხსნება კობახიძე რასაკეთებს, მიიღო მაინც ბურთი ისევ ქართველი ფეხბურთელები რა ძალიან ცუდად ითამაშა, ძალიან ცუდად. რამდენი შანსი ჰქონდა ხა ამ შეტევის გაგრძელება შეიძლება და გაცილებით კარგი. რა თქმა უნდა, მარცხნივ უნდა გადაეტანა დაენახა პირველ რიგში ლადო დვალიშვილი და შეიძლებოდა ის რომ ლადო დვალიშვილი ერთ-ერთად დარჩენილიყო ხო სტეფან ანდერსონის წინააღმდეგ. და კი დაუკარგეთ ისე უაზრო სიტუაციაში ბურთი და დანიელებს საფრთხე, თუმცა კარგად თამაშობს ლორია გამოსვლაზე, დაიჭირა ბურთი, აგერის რომედალი იყო შეტევის წინა ხაზზე, მაგრამ დროულად დატოვა კარი დინამო თბილისის ძირითადად მეკარემ და განმუხტა ეს იერიში. 53 წუთით იწურება, ეს ბრაიტ ვაიტი არის, დანიელთა 9 ნომერი თქვენს ეკრანებზე. აქ დავხიეთ ბურთი უკან, დიახ დათო, შენ სწორად ახსენე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა დანიელებს რაღაცა გარკვეული შანსი, ვერ ვიტყვით იმას, რომ დიდ უპირატესობას ფლობენ პირველ ტაიმში. აქ ბრაიტ ვაიტი არის შეტევაში, თუმცა ლორია. კარგად ითამაშა ლორია მკვდარ. მოწოდების სიმაღლეზეა. აი სიტუაცია არის ბოლო პერიოდში და ეს უნდა ვთქვათ და რაც კარგია იმის აღნიშვნა ნამდვილად შეიძლება რომ აი ესეთ სიტუაციები, როდესაც არის ჩვეულებრივი ასაღები ბურთს ქართველი მეკარეები აღარ უშვებენ. იგივე ლორიას კარგი თამაში და ხშირად არის აღსანიშნავი და ვერცხვა მეკარეებზე ვინც იდგა ბოლო პერიოდში ხარევიშვილიდან დაწყებული იგივე ყვასხვაძე მიგინეიშვილი ვერ ვიტყვით რომ ისინი არიან ყველაზე ცუდები ნაკრებში პირიქით ჩი შემთხვევაში ჩვენი მეკარეების კარგი თამაში იძლევა იმის საშუალებას რომ სირიანგაის მაინც ხანდახან დავმარცხდეთ და ამაზე ვსაუბრობთ ეს ძალიან ცუდია მაგრამ მეკარეების მიმართ რაღაცა დიდი პრეტენზია მაინც და მაინც ბოლო თამაშებში არ ყოფილა. თუნდაც იგივე ომარ მიგინეიშვილი რო ავიღოთ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან, ნუ მართალია კარგად არ გაახსენდება ეს შეხვედრა ქუთაისის ტორპედოს მეკარეს, მაგრამ იმ პირველივე სწორედ საფრთხე მომენტის დროს, როდესაც გამოვიდა და ირლანდიელები ჯარიმას ასრულებდნენ, წინვალეთ ითამაშა ქუთაისის ტორპედოს მეკარემ და გადაგვაჩინა იმ შემთხვევაში. მართალია ამას შემდგომ უკვე 4 უპასუხო გოლი მოყვა, მაგრამ მარტო მიგინეიშვილს მიდავაბრალებთ ამას ყოველ ნაკლებად ალბათ მისი ბრალი. აქ გამოიტანეს ბურთი ქართულმა ფეხბურთელმა, ბევრს არ დაამატეს, არ ამგონია ბევრი დაამატოს ფელიქს ბიხმა და მარცხენა ფრთიდან ქართული ფეხბურთელების იერიში შეიძლება გამოდგეს ზარია. ზარი აქტიურია, წინათ თვლობს ასვლას და ბევრს მოძრაობს, საკმაოდ დაუშვიძეც იგივე შეიძლება ითქვას. კობახიძე კაშია მოედნის ცენტრში. კანკავა მოედნის ცენტრში. დაუშვილი აი აქ არის საჭირო შემქმნელი ფეხბურთელი გასაგებია დაუშვილი თავის პოზიცია შეიძლება კარგია, მაგრამ აი ამ სიტუაციაში როდესაც ბურთი მიიღო, სახით იდგა საკუთარი კარისკენ და პირიქით აქ უნდა ყოფილიყო ალბათ იგივე ანაინძის ტიპის ფეხბურთელი, რომელიც შეძლებდა და იქ გაამწვავებდა სიტუაციას, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. არაფერი არ დაამატა, ფელიქს ბიხმა დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი, დასრულდა 0-0, შევისვენოთ და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დაუბრუნდებით და განვაგრძოთ პირდაპირ ეპოქას.